ხომ ყველას გვეცინება, როცა გვახსენდება ქართული მხატვრული ფილმი „ქვევრი“. კახეთში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი კინო ამ ხარისთვის დამახასიათებელი სცენებით, პერსონაჟებით და დიალოგებით. ისიც რომ მისი დედანი სულაც არ არის ქართული და ის მოვლენები, რაც ქართულ ვერსიაში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში კახეთში ვითარდება, ორიგინალში გაცილებით ადრე და შორს მე-18 საუკუნის სიცილიაზე დატრიალდა. და ფილმიც არა რომელიმე ქართველი ავტორის, არამედ ცნობილი იტალიელი მწერლის, ნობელიანტ ლუიჯი პირანდელოს ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. ნოველა „ზეთის ჭურჭელი“ ცნობილ იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერაში“ 1909 წელს გამოქვეყნდა. იტალიაში მისი ეკრანიზაცია 7 წლის შემდეგ მოხდა. საქართველოში კი ამ ნოველის მიხედვით ფილმი 60 წლის შემდეგ გადაიღეს. პირანდელოს ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმის იტალიურ ვერსიაში მთავარი გმირები ასაკოვანი მემამულე დონ ლოლო ძირაფა და ოსტატი ძია დიმა ლიკაზე არიან. ქვევში გლეხი შავგოგია და თიხის ოსტატი აბესალომი. დონ ლოლოც და გოგიაც დიდი ზომის თიხის ჭურჭელს სარფიანად ყიდულობენ, მაგრამ ერთს უცნობი არაკეთილის მსურველი უტეხავს ქვევს, მეორეს კი ქალიშვილი და გასამთელებლად ორივენი ხელოსნებს მიმართავენ. ორივე ხელოსანი სასწაულებრივი წებოთი ჭურჭელს ამთელებს, მაგრამ მისი ვიწრო ყელის გამო ჭურჭლიდან უკან გამოზრომას ვეღარ ახერხებს. დონ ლოლოც და შავგოგიაც თიხის გიგანტური ჭურჭლის გადახვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ მასში გამომწყდეული ხელოსნები ჭურჭლის ღირებულებას აანაზღაურებენ. მაგრამ ძია დიმა ლიზაკი და აბესალომი ამ პირობას არ თანხმდებიან და მათი უცნაური პატიმრობაც ასე იწყება. მისნის მიღწევას დონ ლოლო თავისი ადვოკატის მეშვეობით ცდილობს შავგოგიას საქმეში მილიციას რთავს რწმუნებულ სამჭკუაშვილის სახით. თუმცა საქმეს ვერც სამართალდამცველები შველიან და როგორ მოხდი მანდა? საბოლოოდ უნებლიე ტუსაღების გათავისუფლება სხვადასხვანაირად ხდება. სიცილიაზე თიხის ჭურჭელს თვრალი მოცეკვავე გლეხები ეჯახებიან და შემთხვევით აგორებენ. კახეთში კი ქვევს თვითონ გაბრაზებული შავგოგია დააგორებს და ბოლოს ორივე ჭურჭელი ხეზე შეჯახებით იმსხვრევა. აღსანიშნავია, რომ პირანდელოს ეს ნოველა ძმებმა ტავიანებმა 1984 წელს პირანდელოს ნოველების მიხედვით გადაღებულ 5 ეპიზოდიან ფილმ „ქაოსში“ კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. ჩვენებური ქვევრი კი 1979 წელს რეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ გადაიღო რეზო გაბრიაძის სცენარით, გია ყანჩელის მუსიკით და ბუხუტი ზაქარიაძის მთავარ როლში. ამ შემადგენლობამ სხვა არაერთ ნიჭიერ ადამიანთან ერთად ისე მოაქართულა იტალიური ნოველა, რომ ბევრს მის ქართულობაში დღესაც არ ეპარება ეჭვი.